ვიკვირა წყალი არ მოდის, აი რა დღეში ვარ, ყველაფერი ცარიელა მაქვს. ჯულიეტა გოგინაშვილი ონკაზე წყლის მოსვლას ყოველ დღე ელოდება, თუმცა უშედეგოდ ანალოგიურ მდგომარეობაშია ახაშენში შარის უბანში მცხოვრები 40 ოჯახი. როგორც ისინი ამბობენ, შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხი კვლავ მოუგვარებელია. 10 დღეა აღარ არის წყალი და იძახიან, რომ პომპა გაფუჭებულიო და მოკლე ხანში იქნებაო, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ უფრო დროულად იყოს, რომ არც ედამოსტანი არა გვაქვს საშუალება მოვიტანოთ წყალი. ჩვენ უბანს ერთ კვირაზე მეტია წყალი არ მოეწოდება. გაფუჭდა პომპა, ეს წყალსაქაჩია იქიდან მოდის სათავიდან. შეგპირდნენ რომ გავაკეთებთო, მოვავ და გავაკეთებ. ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. 2 კვირა ხდება თითქმის. ძალიან შეწუხებულები ვართ. მართლა შეწუხებულები, რასაც ქვია. აიქ ჩუმლაყის ვენახებთან არის პატარა ისა, შეგიძლიათ მართლა მიბრძანდეთ და გადაიღოთ. ჩამოწკრიალებს, რასაც ქვია და საათობით ვილოდებით, რომ დასარეცხი წყალია თუ ჭურჭელია თუ მოსახმარი წყალია, იქიდან ვეზიდებით. ჭაბურღილი 1 წლის წინ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გაკეთდა და იდგა 20 ტონიანი რეზერვუარი და დამონტაჟდა წყლის საქაჩი. მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რადგან წყლის საქაჩი უკვე მეორედ დაიწვა და სწორედ ამიტომ არ მიეწოდებათ წყალი. პომპაზე რა გითხრათ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თავად გაიარო და ნახოთ, რომ ტრუბები მაღლა ყრია ზოგან ისე. მაღლა, მიწის მაღლა. და რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი ხარისხიანია, იმიტომ რომ ზამთარში გაფუჭდა იყო მომენტები, როცა რომ გაფუჭდა მაღლა იყო ეს ტრუბა და მე შევაკეთეთ. ძველი ტრუბებია და იმაზე გამოიყვანეს ის დაბურღული წყალი. მოდიოდა მდღვრიე წყალი, რომელიც რო კარგახანი ვერ ვსვავდით იმ წყალს. მაგრამ კმაყოფილები ვიყავით, მაინც როსუ არა გქონდა და დავდიოდით აქეთ-იქით, რომ მოგვეტანა წყალი. ვინ უნდა იყოს ახლა მე ამას ვფიქრობ საბჭოდან ახლა როცა რო თავკაცი ყავს, იმან უნდა მოგვაქციოს ყურადღება. და არის ისა, სხვა ვინა. ახაშენის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის განმარტებით აღნიშნული პრობლემა მათთვის ცნობილია. საკითხის მოგვარება კი სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყალმომარაგების სამსახურს ევალება. წყალი უკლებრივი იყო თითქმის 5-8 თვე. მაგრამ დღეს პომპა დაიწვა. უკვე ორჯერ შევცვალეთ პომპა. ერთი სხვა დაიწვა იყო, ეხლა მეორე დაიწვა. და ის სათანადო ხელმძღვანელობამ, ვისაც ეს საქმე ეხება, მე მგონი შეაკეთებენ. სოფლების სანიაღვრე მეურნეობისა და წყალმომარაგების სამსახურის უფროსის განმარტებით წყლის საქაჩი ახაშენის გარდა კიდევ 2 სოფელშია დამწვარი. მის შესაძენად კი ტენდერის გამოცხადებაა საჭირო. სამივე სოფელს პრობლემა 10 დღეში მოუგვარდება.